გამარჯობათ მეგობრებო, თქვენთან ერთად ვარ მე, გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი. თქვენ კი იმყოფებით გამას პროგნოზებზე. როგორც მოგეხსენება, თქვენ გელი 15 უმაგრესი ბრძოლა, მათ შორის 8 სარეიტინგო, 4 გრან-პრის ფარგლებში ბრძოლა და რა თქმა უნდა 3 MMA-ის ბრძოლა. აქ სულ 2 MMA-ის კარდი მაქვს, თუმცა 3 MMA-ის ბრძოლა იქნება მეგობრებო. მას ასე დავიწყებ პირველი ბრძოლით. ჩვენ საღამოს გახსნიან სარეიტინგო ბრძოლები და ეს იქნება დავით ფირცხელავა ნიკოლოზ სუხიშვილის წინააღმდეგ. ორივე მებრძოლი აყვანილი ყავს Contender ლიგიდან. დავითს აქვს 3 უმაგრესი ბრძოლა ჩატარებული და მხოლოდ 1 მარცხი აქვს. ისიც ლუკა პოპიაშვილთან. რაც შეეხება ნიკოლოზ სუხიშვილს, მას აქვს სულ 1 ბრძოლა ჩატარებული, თუმცა ის ბრძოლა სულ რამოდენიმე წამი გაგრძელდა, ისეთი დაარტყა მეტოქეს, რომ მერე კიდე დიდხანს ვასულიერებდით. ამ ბრძოლაში ჩემი აზრით, მიუხედავად დავითის გამოცდილებისა, ნიკა მეტად ათლეტურია და დავითის ხასიათის მიუხედავად შემიძლია ის თქვა, რომ სპორტში არც ისე დიდი ხანია რაც ჩაერთო. უფრო ქუჩის მებრძოლივით ჩხუბობს. ხოლო რაც ეხება სუხიშვილს, ის არის კოტე ზომბი ჭკადუას მოწაფე და მე ვფიქრობ, რომ ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. უფრო მეტ რამეზე მეტყველებს მისი ნოკაუტით დამთავრებული პირველი ბრძოლა და მე ამ ბრძოლაში ფავორიტად მიმაჩნია ნიკოლოზ სუხიშვილი. შემდეგი ბრძოლა, ორივე მეტოქე არის დებიუტანტი, ესე იგი ქერიმ მარგოშვილი პირველად არის გამას რინგზე. მიუხედავად ამისა, მე სპარინგების გარეშე ავიყვანე ეს ბიჭი, ვინაიდან არ იმყოფებოდა საქართველოში, თურქეთში იყო იმ დროს, როცა დამიკავშირდნენ მის შესახებ და ძალიან შთამბეჭდავი ბრძოლები ვნახე, ვიდეოები ჩამიყარეს მისი მონაწილეობით და მეთქი ეს ბიჭი უდაოდ იმსახურებს გამას რინგს. მისი მეტოქე სერგი მამუჩარაშვილი ასევე გერმანიაში იმყოფებოდა, ამიტომ სპარინგების ავლით ავიყვანეთ, თუმცა სერგი არის გამოცდილი მოკრივე და ეს ბრძოლა ფრიად თანაბარი იქნება. ვიდეოებით მსჯელობა დიდად მე არ მიყვარს, თუმცა იმის დამიხედვით რა ვნახე, ცოტა მეტი აგრესია და ასე ვთქვათ, გამოცდილება სერგის ვიდეოებში შევამჩნი, ამიტომ სულ მცირე უპირატესობას მივცემდი სერგის, თუმცა როგორც თავიდანვე ვთქვი, ვიდეოებით მსჯელობა დიდად არ მიყვარს და ვინაიდან უნდა გამოვყო ფავორიტი ამ ბრძოლაში, მაგიტომაც გამოვყავი. დიდად აშკარა უპირატესობას არავის არ მივცემდი, ძალიან თანაბარი ბრძოლა იქნება ჩემი აზრით, სულ მცირედი უპირატესობა ექნება სერგის. გიორგი მაძღარაშვილი და ლუკა სალუქვაძე. გიორგი მაძღარაშვილი სპარინგებზე აიყვანეს, მე არ ამიყვანია, მაშინ როცა დარას მიყავდა სპარინგები, მაშინ შეამჩნიეს ეს ბიჭი, აიყვანეს, რეკომენდაცია გაუწიეს და ავიყვანეთ გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ წონის კლებაზე პრობლემები ჰქონდა, ბიჭებმა მოილაპარაკეს კონსენსუსურ წონაზე, ამიტომ ეს ბრძოლა ჩატარდება 78 წონით კატეგორიაში. გიორგი დაუპირისპირდება ლუკა სალუქვაძეს. ჩვენ ლუკა სალუქვაძე უკვე ყავს გამას ოქტაგონზე ნანახი, მან ძალიან მაგარი ბრძოლა ჩაატარა როინი ქავთარაძესთან, თუმცა MMA-ის წესები ძირითადად ლუკასგან ჩვენ ვნახეთ ჭიდაობა, მთელი ბრძოლა მიყავდა უდაოდ, თუმცა რაღაც მომენტში როინმა შემოუტრიალა და ხელზე მტკივნეულით თუ არ ვცდები, დაამთავრა ეს ბრძოლა. ამჯერად ლუკამ გაიარა კემპი, მუშტიკრივში მოემზადა და ძალიან თავდაჯერებულად მიტევდა, რომ მაჩხუბე მუშტიკრივის წესებით და ეხლა სულ სხვა ლუკას ვნახავთ. ამ სიტყვებს თუ ვენდობით, მიუხედავად იმისა, რომ გაბარიტებით გიორგი მაძღარაშვილი ცოტა დიდია, რა ვიცი, ლუკა ისეთ შემართებით არის, რომ მას გამოვყოფდი მე და მას მივანიჭებდი ამ ორთა ბრძოლაში ფავორიტის სტატუსს. შემდეგი ბრძოლა საბა ბუცხრიკიძე ანტონი წიწილაშვილი. ესე იგი, საბა ბუცხრიკიძე გამას რინგზე ორჯერ ყავს ნანახი. ერთხელ Contender ლიგაზე მან
ძალიან დამაჯერებელი მოგება მოიპოვა. შემდეგ ეგრევე გიორგი ბიბილურს დაეტაკა, რომელმაც სულ რამოდენიმე წამში ნოკაუტით დაამთავრა, ტექნიკური ნოკაუტით დაამთავრა ეს ბრძოლა. საბას რეკორდია 1-1-ზე, ხოლო ანტონი წიწილაშვილი კი დებუტანტია, ავიყვანეთ სპარინგებიდან. ეს იქნება სტილისტიკური დაპირისპირება. საბას აქვს 11 სანტიმეტრი უპირატესობა სიმაღლეში, ან წდომში სერიოზული უპირატესობა აქვს, ხოლო ანტონი წიწილაშვილი ესეთი საკმაოდ ფიზიკურობით გამოირჩევა. ანტონიც კოტე ზომბი ჭკადუას რეკომენდაციით და მომზადებით მოვიდა ჩვენთან. ამ ბრძოლაში სულ მცირე უპირატესობას გამოცდილების ხარჯზე და წდომის ხარჯზე მივცემდი საბა ბუცხრიკიძეს, მაგრამ სულ მცირე უპირატესობას. მაშასე, შემდეგი ბრძოლა გიორგი კირვალიძე ლადოვანიშვილის წინააღმდეგ. ბიჭები იბრძვიან იმისთვის, რომ უფრო მაღლა ავიდნენ რეიტინგში და ამ ბრძოლაში მოგებული დაუახლოვდება პირველ 3 ეულს და კიდევ ერთ ბრძოლას თუ მოიგებს, დიდი ალბათობით საჩემპიონო ტიტულზე ბრძოლასაც დაიმახსოვრებს. ეს ბრძოლა შედგება 70 კილოგრამ კატეგორიაში. გიორგი კირვალიძე გამოირჩევა ფიზიკური ძალით, თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ მას აქვს გარკვეული პრობლემები გრძელ დისტანციაზე ბრძოლაში. და აი ეს ბრძოლა ერთფეროვნად არ შემიძლია ვცნო, ვინაიდან ლადოვანიშვილი კარგად გადაადგილდება რინგზე, ვინაიდან ეს ბრძოლა ოქტაგონზე იქნება, გარკვეული უპირატესობა ლადოს აქვს გადაადგილების ხარჯზე და კლასიკური კრივის ხარჯზე. თუმცა გიორგი კირვალიძის ფიზიკურობას ნახდათ უნდა ვცეთ პატივი, მას ძალიან სერიოზული ძალის დარტყმები აქვს და თუ შეიტყუა ლადოვანიშვილი ამ თავის აცელა დარტყმებში, როგორც მოგესალმებათ, ეს გამორჩეულად იცელს ხოლმე დარტყმებს, ესე იტყუებს მეტოქეებს თავის მოძრაობებით და მე ახლოს რო შეიტყუებს, უბრუნებს სერიოზულ დარტყმას. ბოლოს წინა ჩხუბი კონტენდერ ლიგაში მან პირველივე რაუნდში დაამთავრა სასტიკი ნოკაუტით. თუმცა უკვე ოქტაგონზე ჩხუბში ჩვენ დავინახეთ, რომ როცა ისეჩხუბა გიორგი ფაციას, დისტანციიდან ბრძოლა გაუჭირდა, ფაცია არ მოტყუდა გიორგის თავის მოძრაობებით. ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა ითქვას, რომ 77 კილოგრამში ჩატარდა და ფაცია ფიზიკურად მეტად დიდია და იგივე ფიზიკური ძალა შეიძლება ითქვას, რომ გიორგიზე ნაკლები არ ქონდა. ამის ხარჯზე მან მოიგო. თუმცა ეს ბრძოლა 70 კილოგრამში ჩატარდება. მე არ ვფიქრობ, რომ ლადოვანიშვილს მეტი ღონი აქვს ფიზიკური ძალა ვიდრე გიორგი კირვალიძეს. ამიტომ აი გააჩნია თუ ბაბუ ჩაითრევს თავის კლინჩაობაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში და ახლო ჩხუბში, მაშინ უდაოდ ის მოიგებს. თუ ლადო წაიყვანს კლასიკური კრივით, დისტანციით ბრძოლას და გამოიყენებს თავის ფეხებზე გადაადგილებას, მაშინ დიდი ალბათობით ლადო წაიღებს ამ ბრძოლას. მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლას შანსები სულ ოდნავ ბაბუსკენა, თუმცა ძალიან თანაბარი ბრძოლა და ეს უფრო ფსიქოლოგიური თამაში იქნება, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამზად ყოფნაში იქნებიან ფიზიკურად ბიჭები, თუმცა აი ვინც ჩაითრევს თავის თამაშში, ის მოიგებს. ვინაიდან ბაბუ წლოვანებითაც და ზოგადად რინგზე, არა მარტო გამას რინგზე, მეტი გამოცდილება აქვს ლადოზე, ვფიქრობ, რომ მცირე უპირატესობა და შანსები სულ ოდნავ ბაბუსკენაა ამ ბრძოლაში. შემდეგი ბრძოლები გველის MMA-ის წესებით. MMA-ის წესებით ბრძოლას გახსნიან რობი გაგნიაშვილი და გიორგი ჟვანია. ეს ბრძოლა ჩატარდება 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში. რობი გაგნიაშვილი ჩვენ ვნახეთ უკვე MMA-ის წესებით მან ჩაატარა ბრძოლა, თუმცა მარცხით დაამთავრა rear naked choke-ით. ლუკა შარმაზანაშვილმა პირველივე რაუნდში დააფინიშა ის და შევხედოთ, აბა რა გაკვეთილები გამოიტანა რობიმ. რობი გამოირჩეოდა ჭიდაობის ცოდნით, თუმცა ლუკას ჭიდაობა უკეთესი აღმოჩნდა. რაც შეეხება ამ ბრძოლას, ეს იქნება უფრო სტილისტიკური დაპირისპირება. გიორგი ჟვანია კიკბოქსინგიდან მოდის და ამის გათვალისწინებით, რომ წესით რობი უკეთესად ჭიდაობს, ვფიქრობ, რომ მცირე უპირატესობა რობისკენაა. თუმცა დიდი განსხვავებაა წდომში, ანუ რობის სიმაღლეა 71 სანტიმეტრი, გიორგის კი 178, 61 კილოსთვის ეს საკმაოდ სერიოზული სხვაობაა და თუ მოასწრო რობიმ
ამ ბრძოლის პარტერში გადაყვანა დიდი ალბათობით ის დაამთავრებს. თუ პარტერში გადაყვანისას მას შეახვედრეს მუხლი, მაშინ კი დიდი ალბათობით გიორგი დაამთავრებს ნოკაუტით. რაც შეეხება შანსებს, მე ვფიქრობ, ახლა MMA-ში ტრადიციულად ჭიდაობა სტრაიკინგს ერევა ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში და აქაც ვფიქრობ, რომ უპირატესობა რობისკენაა. შემდეგი ბრძოლა დავით კინწურაშვილი ადამ იუსუპოვის წინააღმდეგ. ასევე ჩატარდება MMA-ის წესებით. დავით კინწურაშვილს აქვს უკვე ერთი ბრძოლა ჩატარებული, ხოლო ადამ იუსუპოვი ჩვენ ავიყვანეთ გამას სპარინგებიდან, საკმაოდ დამაჯერებელი სკილები გვაჩვენა, როგორც დგომში, ასევე ჭიდაობაში. მიუხედავად ამისა, რომ ადამი კარგად იბრძვის, დავიდს აქვს წდომში უპირატესობა, გაბარიტებში ოდნავ დიდია და ოდნავ მეტი გამოცდილება აქვს. როგორც გითხარით, ერთი ბრძოლა აქვს უკვე MMA-ის წესებით ჩატარებული და მოგებაც მოპოვებული ამ ბრძოლაში. ამის გათვალისწინებით მეტი გაბარიტი, უფრო დიდი სიმაღლე, უკეთესი წდომი, ოდნავ მეტი გამოცდილების გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ შანსი მეტი დავით კინწურაშვილს აქვს ამ ბრძოლაში. მაშასე, შემდეგი ბრძოლა ჩატარდება რიად მამადოვი ზურა ფირცხელიანის წინააღმდეგ. რიად მამადოვი არის მებრძოლი აზერბაიჯანიდან, მას MMA-ში აქვს უკვე ბრძოლა ჩატარებული, 1-0-ზე აქვს მას რეკორდი შერდოგზე. ზურა ფირცხელიანი ფრიად გამოცდილი მებრძოლია, მას აქვს უკვე GFC-ის ტიტულისთვის ნაბრძოლი, ძალიან მაგრა ჭიდაობს, ძალიან მაგრა გრეპლაობს და მისი სატიტულო ბრძოლა ბევრ MMA-ის მაყურებელს აქვს ნანახი და მე ვფიქრობ, რომ ქართველ მებრძოლების შორის ეს არის უდაოდ ყველაზე სანახაობრივი და ესეთი დახვეწილი პროფესიონალური ბრძოლა, რაც აქამდე ჩატარებულა საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ აშკარა ფავორიტი ამ ბრძოლაში არის ზურა ფირცხელიანი. მაშასე გადავიდეთ შემდეგ ბრძოლებზე უკვე მუშტიკრივის წესებით და ბრძოლა წინასაჩემპიონო ბრძოლა, პირველი წინასაჩემპიონო ბრძოლა 56 კილოგრამ კატეგორიაში ჩატარდება ნოდო ასრათაშვილისა და დიმა კერკეტიკაკალი ჯიქიას შორის. როგორც მოგეხსენებათ, ნოდო ასრათაშვილი რეიტინგებში ერთ-ერთი პირველ სამეულშია და ყველაზე ახლოს არის დიმა ჯიქიამდე მისული, რის ფონზეც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყოფილი 60 კილოგრამის ჩემპიონი და ეს გამორჩეული მებრძოლი, რომელსაც ნოდარი ქვია, ვაჩხუბოთ წინასაჩემპიონო ბრძოლო. ანუ ამ ბრძოლაში გამარჯვებული მიიღებს უფლებას, რომ საჩემპიონო ბრძოლა ჩაატაროს. ვინ არის ამ ბრძოლაში ფავორიტი? იმის გათვალისწინებით, რომ დიმა დაიჰარდ ჯიქიას რეკორდი გამაში არის 6-1-ზე, მას სულ ერთი მარცხი აქვს გამოცდილი, ისიც სერიოზულ კიკბოქსიორისგან, თანაც გამაში დებიუტის დროს, მის მერე მან სერიოზული მომზადება გაიარა, სერიოზულად დახვეწა თავის სტილი და 6 მოგება მოიპოვა. მათ შორის რამოდენიმე შიშველმუშტებზე და რა თქმა უნდა გამას ტიტულიც დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ნოდო გამოირჩევა ესეთ დახვეწილი და ცივსისხლიანი სტილით, ვფიქრობ, რომ დიმას სკილები მაინც აჯობებს ამ ბრძოლაში და აშკარა, კი, არ შემეშინდება ამ სიტყვების, აშკარა ფავორიტი ამ ბრძოლაში, ვფიქრობ, რომ დიმა ჯიქია. ეს ბრძოლა ჩატარდება დიდ რინგზე, ოქტაგონზე, სადაც გადაადგილების საშუალება მეტად ბევრია. დიმას გადაადგილება რაღაც აპოგემდე აქვს გაყვანილი, ფუტვორკი აქვს ძალიან მაგარი ამ ბიჭს, რეაქცია ვაუ, ამიტომ ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ხა 7 ბრძოლა, 2 ბრძოლის წინააღმდეგ სერიოზული გამოცდილებაა. ამიტომ უდაო ფავორიტი ამ ბრძოლაში დიმა ჯიქია, თუმცა ნოდოს აქვს შანსი, რომ აფსეთიც გააკეთოს. გადავედით გრან-პრის ბრძოლებზე. ამ ივენტზე გველის 3 გრან-პრის ბრძოლა 73 კილოგრამ კატეგორიაში და 1 გრან-პრის ბრძოლა 62.5 კილოგრამ კატეგორიაში. გრან-პრის ბრძოლებს გახსნიან ზურა უშიშარი მარგიშვილი გიორგი ხარებაშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის აქვს ძალიან მაგარი კრივი,
კლასიკური კრივი, მის შესრულებით არაერთი უმაგრესი და ულამაზესი ბრძოლა გვაქვს ნანახი. გარკვეულ დონეზე ამ ბიჭს ვფიქრობ, რომ თუ არ მისდის ბრძოლა, ადვილად ნებდება ხოლმე. ანუ ხასიათზე გააჩნია პატარა პრობლემები და ეს პრობლემები ზურა მარგიშვილთან არ შეიმჩნევა ხოლმე. იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გიორგი ხარებაშვილი იბრძვის 70 კილოგრამში, ზურა უშიშარი მარგიშვილი კი იბრძვის 76 კილოგრამ კატეგორიაში. ვინაიდან ეს არის გრან-პრი 73 კილოგრამში, ამ ბიჭებმა მიიღეს შანსი, რომ ერთმანეთს შეხვდნენ და ფიქრობ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანუ იმის, რომ ხასიათი ზურას მეტად უტეხი აქვს, მეტად ბევრი გამოცდილება აქვს გამას რინგზე შეძენილი, მეტად დიდია გაბარიტებით და ისიც გასათვალისწინებელია, რომ გიორგი ახალი აღდგენილია ტრავმის შემდეგ, ტრავმა მიიღო ხელზე გრან-პრის პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა მოიშუშა, თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეულ გავლენას ეს ტრავმა მოახდენს ამ ბრძოლაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე უპირატესობას უშიშარს მივცემდი ამ ბრძოლაში. თუმცა გიორგის ძალიან მოულოდნელი კუთხებიდან დარტყმები ჩვევია, როგორც თქვი, ძალიან მაგარი კრივი აქვს და აქვს შანსი რომ მოიგოს. აშკარა ფავორიტად ზურას ვერ დავასახელებდი, თუმცა მცირე უპირატესობა აქვს ამ ბრძოლაში ზურას და ზურას მივანიჭებდი ფავორიტის სტატუსს ამ ორთა ბრძოლაში. შემდეგი ბრძოლა ჩატარდება ვახო ციკლაურისა და დანიელ ხუდოიანის შორის. ჩვენ მაყურებელს უპირველეს ყოვლისა სანამ პროგნოზს გავაკეთებდე, მოუწოდებდი რომ არ დაახამხამოთ თვალი. ძალიან მსგავსად იბრძვიან ორივე ბიჭი, ორივეს უყვარს გაცვლებში შესვლა, ორივე არინდობს არ საკუთარ თავს, მით უმეტეს მეტოქეს, უმაგრესი დარტყმა აქვს, თვითონ ეს ბიჭები ძალიან დარტყმებს ჭამენ უბრალოდ, ქვადარკინაა ორივე და ვფიქრობ, რომ სისხლის აბანოს მოაწყობენ ჩვენს ოქტაგონზე. ეს იქნება ლატარია, დამიჯერეთ, ვისი ყბა უფრო ძლიერია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ვახო ციკლაურისთვის ეს იქნება უკვე მეექვსე ბრძოლა გამას რინგზე თუ ოქტაგონზე, ხოლო დანიელ ხუდოიანისთვის ეს იქნება მხოლოდ მესამე ბრძოლა. ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში გამოცდილება გადაწყვეტს და მცირე უპირატესობას მაინც ვახო ციკლაურს მივანიჭებდი. შემდეგი ბრძოლა გაიმართება 62.5 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ეს იქნება სტილისტიკური დაპირისპირება. ნიკა ბარსეგიანი შეხვდება ლევან ტყვიაგაუმტარ იანქოშვილს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა უდაო ფავორიტად ამ ბრძოლაში თვლის ლევან იანქოშვილს და მეც დაგეთანხმები თამაში, რომ ის ფავორიტია, უნდა გავითვალისწინოთ ის მომენტი, რომ ლევანი კლინჩში ბრძოლას ერიდება ხოლმე. თუმცა ნიკა ბარსეგიანმა ორივე ბრძოლაში რაღაც უმაღლესი კლინჩის ტექნიკა გვაჩვენა. ძალიან კარგად იტანს ეს ბიჭი დარტყმებს, უწინ მიდის, არ იღლება. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ კლასიკურ კრივში გარკვეული ხარვეზები აქვს მის ტექნიკას, ამას კლინჩის ხარჯზე სერიოზულად აინაზღაურებს და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას ლევანის, თუმცა კიდევ ერთხელ რითიც დავიწყე, ამ ბრძოლაში ფავორიტი ლევანი მიმაჩნია. ლევანი ძალიან გამოცდილი სპორტსმენია, თითქმის დაბადებიდან იბრძვის, 4-5 წელიდან დაიწყო ამ ბიჭმა ბრძოლა, ასობით ბრძოლა აქვს უკვე რინგზე ჩატარებული. გამაში მისთვის ეს იქნება მე-7 ბრძოლა უკვე, მეორე ბრძოლა შიშველ მუშტებზე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მით უმეტეს, კლინჩიც არ არის ლევანისთვის უცხოხილი, კი ერიდება და არ მოსწონს. მისი და ბაქარის კლინჩში დაპირისპირება, რამაც ძალიან დიდი აურზაური გამოიწვია კომენტარებში, ამაზე მეტყველებს. თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეული სამუშაო ჩაატარა ამ ბიჭმა უკვე, ისიც გავითვალისწინოთ, რომ ოქტაგონზეა ეს ბრძოლა და სანამ კლინჩში შეეკვრები, მანამდე უნდა მიხვიდე. ამიტომ ამის ხარჯზე მაინც ლევანის აქვს უპირატესობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გასმით ვიტყვი, რომ შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას ბარსეგიანმა. 3 ბრძოლა გადაგვრჩა, 1 გრან-პრის, 2 სარეიტინგო, თუმცა 3-ვე უდაოდ მეინ ივენთის ღირსი. ვლადიმერ იოსელიანი ნიკა ნოზაძეს წინააღმდეგ.
აი ეს ბიჭები ისეთ სასტიკ ბრძოლას შემოგთავაზებენ. ისეთი სანახაობა იქნება, ისეთი სილამაზე, ისეთი სიოსტატე. რავი, ასეთი ბრძოლა შეიძლება ჯერ გამას რინგს არ უნახავს. მე პირადად მაკანკალებს ამ ბრძოლის მოლოდინისგან. ძალიან ძნელია ფავორიტი გამოვყვა ამ ბრძოლაში. ორივე მებრძოლი წაგებების გარეშე შემოდიან. ლადო იოსელიანს 3 უმაგრესი ბრძოლა აქვს ჩატარებული. 2 მათგანი ნოკაუტით დამთავრებული, 1 მათგანი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაგარ მოკრივეს მოუგო მან, თან ნოკდაუნის მერე და აი ეს ბიჭი ძალიან მაგარი მებრძოლია. ერთადერთი ნაკლი აქვს ჩემსავით ასაკი. 37 წლისაა უკვე. თორე სხვა ყველაფერი იდეალურია. ტექნიკა, დარტყმის ძალა, fight IQ. ვაუ! რაც შეეხება მის მეტოქეს, ნიკა ნოზაძე, 76 კილოგრამის ჩემპიონი. დროებითი ჩემპიონია ოფიციალური სტატუსით, მაგრამ ჩემთვის ნაღდი ჩემპიონია. ამით არანაირად არ შეურაცხყოფ ზურამ უკვანს, თუმცა ნიკამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ისიც ნაღდად იმსახურებს ამ ტიტულს და ამ სტატუსს. ჯერ მარტო მისი ბრძოლა მისი შემოტრიალებული ბრძოლა ახალაიასთან, აი ძალიან მაგარი იყო. პირველი რაუნდი მან სასტიკად წააგო, თუმცა სულ ერთი დარტყმით შემოატრიალა. ისიც ვერ იტყვი რომ რაღაც ლაკი ფანჩი გაუვარდა, არა, ეს იყო გაზომილი მოძრაობა, დაინახა, მცირე შანსი და ეს მოგება გამობრდღნა გიორგის ხელებიდან. ეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ბრძოლა იყო მის შესრულებით, თუმცა მას 5 ბრძოლა აქვს უკვე ნაბრძოლი. მათ შორის ეს იქნება უკვე მესამე ბრძოლა შიშველ მუშტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა არის მოკრივე და კიკბოქსერი, მან დაამტკიცა, რომ შიშველ მუშტებიც არანაირ პრობლემას მასთვის არ წარმოადგენს. ტიტული მოიპოვა მამ შიშველი მუშტებით. წინა გრან-პრის ეტაპი ასევე შიშველი მუშტებით ჩაატარა და ძალიან დამაჯერებელი მოგება მოიპოვა. ერთადერთი პრობლემა, რაც შემიძლია აღნიშნო ისის თითიდან გამოწვეული, ეს არის რომ ნიკამ წონა ვერ ჩააბარა წინა ივენტზე, რის გამოც დაკლებული ქულებით დაიწყო, თუმცა ამან არანაირად არ შეუშალა, რომ მოგება მოეპოვებინა და ამ ბრძოლაში დიდი ალბათობით შეცვლიდა თავის მიდგომას წოლისკნებისადმი. არ მგონია რომ ეხლა დიდი პრობლემები შეექმნას, თუმცა მაინც წინა გამოცდილება გასათვალისწინებელია. ძალიან ძნელია ამ ბრძოლაში ფავორიტის გამოყოფა. უბრალოდ ვინაიდან პროგნოზებია და იძულებული ვარ რომ რაღაც მცირედი ფავორიტი მაინც გამოვყო, იმის გათვალისწინებით რომ ნიკა ნოზაძე 76 კილოგრამში იბრძვის და იოსელიანი 70-ში, ეს 73 კილოშია გრან-პრი და ამიტომ შეხვდნენ ეს ბიჭები. და იმის გათვალისწინებით რომ ნიკა ნოზაძე არის 31 წლის, ხოლო ლადო იოსელიანი 37-ის, ფიქრობ რომ სულ რაღაცა აი მცირე, სულ მილიმეტრებით შემიძლია პატარა უპირატესობა ნიკა ნოზაძეს მივცე. ამ ბრძოლის არნახვა არის უბრალოდ დანაშაული, ამიტომ ცალკე ყურადღება მიაქციეთ, ეს იქნება სიოსტატის აპოგე. შემდეგი ბრძოლა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში შედგება იუსუფ მუჰამადის და ლაშა როინიშვილის შორის. მიუხედავად იმისა, რომ გამას რინგზე ეს იუსუფ მუჰამადისთვის იქნება პირველი ბრძოლა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ იქნება ეს ურიგო, რომ წინა საჩემპიონო ბრძოლის სტატუსი მიგვეცა. ვინაიდან აირონ ლაშა როინიშვილმა უკვე სერიოზული რაზგონი აიღო და არაერთხელ დაამტკიცა, რომ მასთან ხუმრობა არ ღირს. ამიტომ ვნახოთ აბა რამდენად აკრიფა ინერცია ლაშამ, რა ფორმა შეინარჩუნა წინა ბრძოლიდან, იმიტომ რომ ძალიან დამაჯერებელი უდაო მოგება მოიპოვა მან ნოკაუტით და ვფიქრობ, რომ სტილისტიკურად იუსუფ მუჰამადის გაუჭირდება ლაშასთან ბრძოლა, თუმცა ლაშასთვისაც არ იქნება ეს ადვილი გაგულავება. ეს ბრძოლა შედგება შიშველ მუშტებზე, რაც აღსანიშნავია აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. ლაშასთვის გასათვალისწინებელია, რომ იუსუფ მუჰამადი არის ცაცია და ლაშასთვის არ ვიცი რამდენად კომფორტული იქნება ცაციასთან ბრძოლა, თუმცა როგორც წესი, ცაცია გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ყველასთვის.
ცაციებისთვისაც კი. ამიტომ ძალიან საინტერესო ბრძოლაა, ძალიან მიჭირს ფავორიტის გამოყოფა ამ ბრძოლაში, თუმცა იმის გათვალისწინებით რა პროგრესი განიცადა ლაშამ, რა ნოკაუტის ძალა აქვს ხელებში და ჩვენ ისიც დავინახეთ, რომ არანაირ პრობლემას მისთვის შიშველი მუშტები არ წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ პირატესობა ამ ბრძოლაში აშკარა არა, მაგრამ ფავორიტი ამ ბრძოლის იქნება ლაშა როინიშვილი. საინტერესოა ვნახოთ თუ გამართლება ეს ჩემი პროგნოზი. და იმას, რასაც თქვენ ძალიან დიდხანს ელოდით, ძალიან დიდი დავიდარაობა იყო კომენტარებში, საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ ბაქარი გაურბის ამ ბრძოლას, რომ ბაქარი არ არის დამსახურებული ჩემპიონი და ამ შემდეგ. მოდით ასე გეტყვით. ეს ბრძოლა იყო პრეცედენტული და ჩემი აზრით ყველაფერი სამართლიანად ჩატარდა. წონა ვერ ჩააბარე, გულები დაგაკლდა. გამასწესები ასეა, მებრძოლებმა ამის შესახებ წინასწარ იცოდნენ, უბრალოდ გამოვიდა ის, რაც გამოვიდა, პრეცედენტი შეიქმნა, აღარ იქნება საშუალება, რომ საჩემპიონო ბრძოლა, გინდაც ჩემპიონი რომ იყო, ჩააბარო წონის დარღვევით, ზუსტად უნდა ჩააბაროს ორივე მებრძოლმა 65 კილოგრამი, არ არის არანაირი დაშვებები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის. ხანძარი დაინთება გამას ოქტაგონზე. ორი გამოცდილი გამას ფავორიტი იბრძოლებს. ნათლია სადისტის წინააღმდეგ. ბაქარი შეეცდება დაიცვას თავის ტიტული ვალერ რამაზანაშვილის წინააღმდეგ. ძალიან ინტრიგით ახსავსე ბრძოლაა ჩემთვის. ბაქარი ძალიან მაგარ ფორმაშია ვიცი. ვალერის ჩემი თვალით არ მაქვს ნანახი როგორ ემზადება, მხოლოდ შემიძლია ვიდეოებს და მის სიტყვებს ვენდო. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პირველ ბრძოლა შედგა საბურავებში და არა ოქტაგონზე. ასევე ისიც მინდა გავითვალისწინოთ, რომ ვალერის მოუწია თავის ტაქტიკის შეცვლა, ვინაიდან მინუსკულებით დაიწყო ბევრი რაუნდი. ზუსტად რამდენი აღარ მახსოვს, მე მგონი 2 თუ 3 რაუნდი დაიწყო მინუსკულებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურადაც ძნელია, რომ იცი, რომ ან ნოკაუტი უნდა გააკეთო, ან თავისთავად წაგებული ხარ, ძიმედ გაწვება, მეტად აგრესიული ხდები, ნაკლებად ფრთხილი. რა თქმა უნდა, ბაქარიმ ეს გამოიყენა, მეც ასე ვიზავდი, თავისთავად ყველა ჭკვიანი მებრძოლი ასე იზავდა, უფრო ფრთხილად იჩხუბა. მეორე ნომრად იმუშავა, შესანიშნავად შეასრულა თავის გეგმა, რის ხარჯზეც მან მოიგო ეს ბრძოლა. თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ვალერისთვის ეს არის პრინციპული რევანში. წონის კლებაზე ვკითხე დღეს დილით, როგორ მიდის მეთქი და აი 100%-იანად კონცენტრირებულია ამ ბრძოლაზე, სხვა არაფერზე არ ფიქრობს უბრალოდ ეს ბიჭი და ასე მითხრა, რომ წონაც კარგა მიდისო, მაგრამ თუ რამეაო, რომ მოვკვდე, მაინც ჩააბარებ 65 კილოსო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ბიჭმა ყველაფერი გაითვალისწინა, გაკვეთილი ისწავლა და იმის ხარჯზე, რომ მას ბაქარისაც არ აქვს მჩატე დარტყმა, მაგრამ ვალერის დარტყმა ცალკე აღსანიშნავია 65 კილოსთვის ეს არის რაღაცა ატომური ყუმბარა. ვფიქრობ, რომ უპირატესობა იმ ნოკაუტის ძალის ხარჯზე, გაბარიტების ხარჯზე და ვალერისაც იგივე პროპკრივში არ აქვს პატარა გამოცდილება, დიდი რინგი არც ერთი მებრძოლისთვის არ წარმოადგენს პრობლემას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ მცირე უპირატესობა მით უმეტეს მეტად ახალგაზრდა ვალერი ბაქართან შედარებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ მცირე უპირატესობა მაინც ვალერისკენ არის. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აშკარა ფავორიტია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმევ, რომ ბაქარი უმაგრესი მებრძოლია, კლინჩში პატარა უპირატესობა შეიძლება კონდეს მას, იმიტომ რომ MMA-ში მეტი გამოცდილება აქვს და უშუალოდ გალიაში და კედელთან მუშაობაში. ამიტომ შეიძლება ეს პროგნოზი ძალიან ადვილად შეიძლება ეს პროგნოზი არ ახდეს. თუმცა ჩემი პირადი დაჯერებით ვალერი ამ ბრძოლაში მცირედი ფავორიტია. 15 ბრძოლა, მათ შორის 4 ბრძოლა შიშველ მუშტებზე გრან-პრის ფარგლებში. 8 სარეიტინგო ბრძოლა, 2 წინა საჩემპიონო ბრძოლა, 3 ბრძოლა MMA-ის წესებით და რაც თავარია,
ყველაზე დიდი რევანში, რომელსაც მთელი საქართველო ელოდება. საჩემპიონო ტიტულისთვის შედგება 21 დეკემბერს. არ გამოტოვოთ, ბილეთები ჯერ კიდე გაყიდვაშია, ჯერ sold-out-ი არ გვაქვს, თუმცა იჩქარეთ, შეიძლება sold-out-ი იყოს და კარზე უბრალოდ ვერ იყიდოთ ბილეთი. არის როგორც ხელმისაწვდომი დემოკრატიულ ფასად დასადგომი ადგილები, ოდნავ უფრო ძვირი დასაჯდომი ადგილები, კიდევ უფრო ძვირი VIP ადგილები. დიდი ალბათობით აქციები აღარ იქნება, ამიტომ მიჩქარეთ, შეიძინეთ ბილეთები, რომ დატკბეთ ჩვენთან ერთად ამ სანახაობრიობით. თუ არ ხართ თბილისში ან არ შეგიძლიათ მობრძანება შატილის 4 ნომერში 21 დეკემბერს შეიძინეთ ტრანსლაცია არა მარტო თვითონ შეჯიბრის, არამედ პრესკონფერენციისაც, რომელიც ერთი დღით ადრე 20 დეკემბერს ჩატარდება, იქნება GAMA-TV/ჯეზე. ვინც ხართ 25 წლის და შეგიძლიათ ვერიფიკაცია ან ვერიფიცირებულები ხართ ლიდერბედზე, სრულიად უფასოდ შეგიძლიათ ნახოთ, თუმცა ვისაც არ შეგიძლიათ ვერიფიკაცია, არ ხართ 25 წლის თუ სხვადასხვა მიზეზები გაქვთ, იგივე საქართველოში არ იმყოფებით, აუცილებლად შეიძინეთ, გამოიწერეთ GAMA-TV სულ $1.99. ამით ჩვენ მაგრა დაგვიჭერთ მხარს, გვერდში დაგვიდგებით ყველანაირად და დატკბებით ჩვენთან ერთად ონლაინში ჩვენი ტესტოსტერონის ზეიმით. GAMA! All in!